ჩემ მორგი ვიდეო ერის უინტელექტობის შესახებ. მოგეხსენებათ, ამ ბოლო დროს მიმდინარეობს აქციები დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების, რომლებიც ითხოვენ წამალს. ეს არის პროგრესირებადი დაავადება, რომელიც უზრუნველყოფს კუნთების დისტროფიას და საბოლოო ჯამში ძალიან ცუდ შედეგამდე მივდივართ. მესმის, რომ ყველა შეიძლება ვერ იყოს ექიმი და არ ერკვეოდეს მედიცინაში, მაგრამ ელემენტარული იმდენი მაინც ხო უნდა იცოდეთ, რომ რაღაც პოზიტივზე და იმედზე გაჟღერებული სისულელეები არ დაიჯეროთ და მერე თქვენ თვითონაც ეს იგივე არ ილაპარაკოთ. ეს არის საკმაოდ რთული დაავადება, არის რამდენიმე ახალი მიდგომა ამ დაავადების სამკურნალოდ და ესე იგი იმეორებენ რას, ეხლა რომ ეს სწამლებიო ზოგი კვლევაში არისო, ზოგს არ აგებთ ეს სერტიფიკატი, არ არის უსაფრთხო. ხალხო, დაავადება, რომელიც არის პროგრესირებადი, რომელიც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს და თქვენ რა გონიათ, მათმა მშობლებმა არიციან, რასთან ახლა შენ ამოიკითხე რაღაცა იქ მოგუგლე ან იმედზე მოისმინე და მათმა მშობლებმა არიციან, რასთან აქვს საქმე? უბრალოდ როცა არ არის არჩევანი, ნებისმიერ ალტერნატივას თანხმდებიან, რომ იქნებ რაღაცა პროცენტით დაუშვათ, ან შეჩერდეს დაავადება, ან განიკურნოს და ასე შემდეგ. თორე არავინ არ ამბობს, რომ შეიძლება 100%-იანი გადარჩენის საშუალება იყოს ეს. აი, ამაშია საქმე, ეს უნდა გავიაზროთ. აქ არის რამდენიმე მიდგომა, არის გენური თერაპია, როცა ხდება ესე ვთქვათ, ჯანსაღი გენის შეყვანა, რომელიც პასუხისმგებელია ცილის სინთეზზე, რომელიც კუნთების სიმტკიცეს უზრუნველყოფს, ასევე არის ეგზონების, ეს არის გენის ნაწილი, მისი გამოტოვებაზე პასუხისმგებელი პრეპარატები, როცა უკვე ორგანიზმს საშუალება ეძლევა, რომ ეს ცილა ასინთეზოს, რომელიც ასე ვთქვათ, ამ კუნთების სიმტკიცეს უზრუნველყოფს. გასაგებია, შეიძლება ეს ყველამ არ იცოდეს, მაგრამ ელემენტარული ის ხო უნდა გავიაზროთ, რომ მშობლები, რომლებიც ამდენი წელი ამ დაავადების წინაშე დგანან, ხო, მათ ყველაფერი ექნებათ შესწავლილი, მათ იციან, რომ ეს რისკები არსებობს, თუმცა რადგან დაავადება ხასიათდება ცუდი გამოსავლით, ამიტომ თანახმარიან იმაზე, რომ თუნდაც რაღაცა პროცენტით იმედი იყოს და აი ამიტომ ითხოვენ ამ პრეპარატს. და არა ის, რომ დარწმუნებულები არიან 100%-ით, რომ ყველაფერი უსაფრთხოა და კარგად ჩაელვის. ანუ ეს ხო შეიძლება რომ ტვინში გავიაზროთ, რომ გასაგებია ყველა არ ვართ ექიმი, ყველა შეიძლება არ გვესმოდეს ამ პრეპარატების მოქმედების მექანიზმები, მაგრამ ელემენტარული იმდენი შეგნება მაინც უნდა გქონდეს რაღაცაში, რომ ვერ ვერკვევით, სისულელთან ზღაპრები არ დავიჯეროთ და ენას კბილი დავაჭიროთ.